მე გავალ ამ მანქანას ვიყიდი, დაუკრუგავ, მაგრამ შენ გამოაცხადე, რომ გელა ბარკალაია მარტო მოძრაობს ხო და პენსიონერ ქალს ეძებს ხო, რომ გავასეირნო, ხო, აბა მარტო ხო არ ვისეირნებ. მოდი აბა დაჯექი. მერაბი, შენ ამბობ, რომ აი მითხარი გულწრფელად. აი ამ წუთას შენ ამბობ, რომ გირჩევნია Porsche? დიახ. Porsche გირჩევნია? ორივე თავის კლასში იდეალური ავტომობილები არის, მაგრამ გემონება ცოტა ისეთ საკითხია, ყველა ის Porsche-ზე შევაჩერებდი ჩემს არჩევანს. დიახ. შენ ცოლის მოყვანამდე გინდა ეს თუ ცოლის მოყვანის მერე? ესეც საკითხავია კაცო. არც მოყვანამდეა ორიგო და არც მოყვანის შემდეგ იქნება. დათო, მოდი აბა დაახასიათეს ავტომობილი. რატომ უნდა იყიდოს ეს თქვათ ჩემნაირმა კაცმა? მე არ მინდა ეს. ეს მაინც არის ახალგაზრდებისთვის, ხო? მე რა სათქვენოა ბატონო გელა, იდეალური ავტომობილი არის ქალაქში გასავლელად ყველას თვალს იზიდავს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როცა ქალაქში გაივლით, ყველა თქვენ გართმევთ ხელს, ყველა თქვენთან მოდის, თუ BMW-ში ზიხარ, მით უმეტეს ყველას ყურადღებას იქცევ. კი, მაგრამ ახლა მე ამით რომ გავიარო. ერთი პრობლემა მაქვს. იქით ვინ დავსვა? გამოვაცხადოთ ვაკანსია. ვაკანსია გამოვაცხადოთ, რომ ის ადგილი თავისუფალია. კარგი. ლუკა, წამოდი. ლუკა. შენ პირადად ამ ორი ავტომობილიდან მაინც რომელს ერჩევდი? მე ავირჩევდი Porsche-ს. შენ Porsche-ს ერჩევდი? Porsche უფრო გირჩევნია თქვენ ახალგაზრდებს ვიდრე ეს? დიახ. მე მაგალითად პირადად მე ამას ავირჩევდი, იმიტომ რომ მე მაინც პენსიონერი ქალები მომწონს, თქვათ. და პენსიონერები უფრო ჩაეტევიან აქ, ვიდრე ხო ესეა? დიახ. აქედან გამომდინარე, დათო, ამის ფასი რა არის? ბოლო ფასი რო იცოდეს კიდველმა. ბოლო ფასი $80,000 ბატონო გელა. ამ ავტომობილზე ბოლო ფასი გვაქვს $80,000. ეს ღირს $80,000, დიახ. ის ღირს $65,000. დიახ. მაშინ რატო ამბობ, რომ ის მირჩევნიაო, ის თუ უფრო იაფია? მე ეს მირჩევნია? შენ ეს გირჩევნია? მოდი ესე გავაკეთოთ. გავყიდე. მოდი ესე გავაკეთოთ. ლუკას ან და იმას მერაბის. ვაყიდიოთ ეს. და შენ იყიდე ეს. მე ამას ვიყიდე. ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი. დიდარი სიმამრი ჩვენ ახლა ვეცადოთ, რომ ეს ორი ავტომობილი გავაცნოთ ადამიანებს. ამას ყავს თავისი მომხმარებელი. ვისაც ეს უნდა, არასდროს იმას არ იყიდის, მაგრამ